ონლაინ შეკრებებისა და ჩართვების შემდეგ ემიგრანტების ჯგუფმა გააკეთა პლატფორმა 2025, რომელიც არის ერთობა უსამართლობის წინააღმდეგ, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობის და ევროპული ინტეგრაციის იდეის გარშემო. და მაინც, რა არის მათი ძირითადი მიზანი და მოთხოვნა, რა აქვს დღეს სათქმელი პლატფორმის წევრებს და შეუძლია თუ არა ნებისმიერ ადამიანს მათთან გაწევრიანება. ამ კითხვებზე საპასუხოდ რუბრიკის თქვენი სათქმელი სტუმარია ემიგრანტი ანა ბალამწარაშვილი. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ვიზიარებთ ვაგზლის მოედანზე გარდაცვლილთა ოჯახების ტკივილს, სოლიდარობას ვუცხადებ სინდისის პატიმრებს, იმ პატარა ლაღ გოგო ბიჭებს, რომლებიდანაც თავის მხრებზე წამოიკიდეს ტვირთი საქართველოს გადარჩენისა და დღეს საკნებში არიან გამომწყდაულები და ტყვეები არიან ისინი დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლებისა. ასევე ზია ამაღლობელს სოლიდარობა ჩემი და პედაგოგს ქალბატონ ნინო დავითაშვილს. აქვე მოგიხდით ბოდიშს, რომ ფიზიკურად არ ვარ თქვენს გვერდით და ვერ ვახერხებ ამ პროცესებში ფიზიკურად დროებით მაინც მონაწილეობის მიღებას. მადლობა ყველას, ვინც საქართველოსთვის პატრონატეხ აგურსდებს, რომ ის გადარჩეს. ამის საპირწონედ, ესე ვთქვათ, ჩვენ შევქმნით პლატფორმა 2025 ემიგრაციაში, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან ემიგრაციაში არსებული ორგანიზაციები და დიასპორები, ასევე ფიზიკური პირები, ნებისმიერ სრული შეუძლია გაწევრიანდეს იმ იდეის გარშემო, რასაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია და რახან არსებობა დადგა მისი კითხვის ნიშნის ქვეშ და გარუსებისკენ, რუსიფიკაციისკენ მიყავთ მავანთ, ამიტომ იძულებულები გავხდით ჩვენს მიგოღო, როგორც ყოველთვის ღებულობთ მონაწილეობას ამ პროცესებში. პლატფორმა 2025 ემსახურება არის დემოკრატიული, აბსოლუტურად ღია ორგანიზაცია, პლატფორმა და არა დემოკრატიულ საწყისებზე. დემოკრატიულია პირდაპირ და ღიაობაა ჩვენი პრინციპი და ერთმანეთთან კოორდინაცია. ამიტომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი სამყოფელი ქვეყნებიდან და არა მარტო, რომ საქართველო გადარჩეს, ყველაფერი კარგად იქნება და გამოსწორდება. ეჭვი არ შეგეპაროთ და არ მეპარება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ძალიან რთული, საშინელი და საზიზღარი ბრძოლა გვიწევს, იმიტომ რომ ფაქტიურად რუსეთის ხელდასმულ და მონა, ზუსტადაც მონებს ვებრძვით, რადგან ქვეყანა გამოვგლიჯოთ. აბსურდია და ძალიან სასაცილოა ის თითიდან გამოწვეული თემები, რასაც ისინი აბრალებენ და საკენკათ უყრიან მის ამომრჩეველს. დიახ, უყრიან და ადამიანებს ეწყინათ, როცა გუშინ პოსტი დავწერე და დავდეე და ვთქვი, რომ აი სახე არის ამომრჩევლის და აი ვინ აირჩიე და ვინ ხართ ოცნების ამომრჩეველი თქო და რატომ გვაკნინებო? არავის არ გაკნინებთ. მე არ ვარ უფლებამოსილი და არც მიცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ვინმეს არჩევანი დავაკნინო, თუ ვინმე მიცნობს, ზუსტად იცის, რომ განსხვავებულ აზრთან არ მაქვს რაღაც რადიკალური დამოკიდებულება და არც აგრესია და არც უღიზიანდები, მაგრამ თვალს რომ არ ახელთ დღეს და ჭკუას გვარიგებთ, რომ თურმე ბეწვის ხიდზე გადის დღეს საქართველო, დღეს არ გადის საქართველო მარტო ბეწვის ხიდზე, საქართველო თავისი არსებობის მანძილზე სულ ბეწვის ხიდზე გადის, მაგრამ ასეთი დამცირებული, ასეთი შეურაცხყოფილი ჩემი სამშობლო კარგახანი არ მინახავს. მაშინაც კი, როცა შევარდნაძეობა იყო. მე თავად ვარ ეროვნული მოძრაობის მონაწილე და არ ვიბრალებ დანარჩენებივით, ვინც ახლა გამოდის და რაღაცებს იბრალებენ. მე იქ ვიყავი და მე თქვენ არ დამინახეთ იქ რომ იყავით. საქართველოს გარეშე არ გვიცხოვრია ერთი წუთი იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, ვინც ამ პლატფორმაში ვართ გაერთიანებულები. შემოგვიერთდით, გააზიარეთ, წაიკითხეთ. თქვენი აზრი შეგიძლიათ და თქვენი კომენტარები დატოვოთ ჩვენი Facebook გვერდის
საშუალებით მოგწეროთ პირადში, მიწეროთ და გაგცემენ აუცილებლად პასუხს. სამშობლო ერთია, რომელსაც გულით ვატარებთ ემიგრანტები და ემიგრაციაში მყოფი ადამიანები დროებით, მაგრამ მაინც ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი დაბრუნების დრო არ გამოგვეპაროს და ვფიქრობ, რომ უკვე ახლოვდება ეს მომენტი. ამიტომ დავდგეთ ერთად, ვიყოთ ხიზლად, რომ ჩვენს შვილებს, ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებზე მაქვს ამ შემთხვევაში ამ წუთასთვის აქცენტი, სამშობლო არ წაართვან და საამაყო, ეს ამაყი ქართველობა, რომელთაც დავდივართ და თავაწეულები ვართ და ვამბობთ, რომ საქართველოს შვილები ვართ, აი იმ საქართველოსი, სადაც თქვენსად იყავით ჩვენ რომ ქალი ყავდა პარლამენტში, არ წაგვართვან და არ წაიღონ ოკუპანტებმა ქართველი ოკუპანტების ხელით. მიყვარხარ საქართველო, მე ვარ შენგან შორს, მაგრამ შენთან ახლოს, რადგან ჩემს გულში ხარ. აუცილებლად გადავრჩებით, ჩვენ ქართველები ვართ და უფრო დიდ ომებს გადავრჩენილი ვართ. ამასაც გადავრჩებით, თუ ერთმანეთს გვერდით დაუდგებით და ერთმანეთს გადავარჩენთ. არა ლეგიტიმურ არჩევნებს, ჩემო მეგობრებო, ამაზეც მინდა რომ დაფიქრდეთ, იმიტომ რომ მენანებით ის ადამიანები, ვისაც მე გიცნობ და პატივს გცემთ ამ აბსურდში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ეს პოლიტიკურად თვითმკვლელობა და თვითლიკვიდაცია პიროვნებებისა თუ თავად პარტიების. გაუფრთხილეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი და მე მაინც ვარ ოპტიმისტი და მჯერა რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვერანაირად ვერ გვაჯობებენ ის ადამიანები, ვინც სამშობლო მათ პირად საკუთრებად გონიათ რომ გაიფორმეს და ან მათ პიროვნებებთან ასოცირდება სამშობლო, რომელიც ჩვენია ყველას.